ვიწყებთ ახლა დაანონსებულ ჩართობს საარჩევნო შტაბებიდან. ჯერ ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკოლოზ რურვა. ბატონო ნიკა, საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით და მადლობთ, რომ დღევანდელი დღის ბოლოს გვერდობით პირდაპირ ეთერში. პირველ რიგში მინდა კითხოთ, როგორ ჩაიარა იმ ოლქში, სადაც თქვენ იყავით კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კენჭისყრის პროცესმა. ჯერჯერობით იმ ინფორმაციიდან, რომელიც მაქვს და ეს ინფორმაცია უკვე შემოდის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იყო გარემო, სადაც სამომრჩეველს შეეძლო თავისუფლად გამოეხატა საკუთარი ნება. საკუთარი არჩევანი აქ თავისუფლად ვერ გაკეთდებოდა, ვინაიდან უბნებზე იყო დაყენებული გარეთ ხალხი, რომელიც აშინებდა მომსვლელს, იყო ძალადობა, იყო რამდენიმე შემთხვევა დამკვირვებლებთან ძალიან უხეშობისა, ხულიგნობისა. ზოგადად ეს შიშის თესვა ქმნიდა გარემოს, რომელსაც ნამდვილად ვერანაირად ვერ უწოდებთ თავისუფალ გარემოს არჩევნებისა. ასევე იყო სახეზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ძალიან სერიოზულად, ბაღების მასწავლებლებს, სკოლების პედაგოგებს, სახელმწიფო სამსახურში მყოფ ხალხს ყველას დაემუქრენ მოთხოვეს კონკრეტულად მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ხმის მიცემა, თუ არადარა ისინი დაკარგავდნენ სამსახურს. ესეც ბუნებრივია თავისუფალ გარემოს, თავისუფლად ნების გამოხატვისა არ ნიშნავს. ასევე იყო ჯერ კიდევ აი შევარდნაძის დროიდან ცნობილი ესეთი მასობრივი კარუსელების სინდრომი, სადაც უამრავი ადამიანი უკვე სადღაც ნამყოფი და ხელზე მარკირება გაკეთებული მეორედ და მესამედ მოდიოდა უბნებზე და ასეთი იყო ათობით. ეს ნიშანია მასობრივი კარუსელისა და ესეც ცხადია არ უწყობს ხელს თავისუფალი ნების გამოხატვა სამომრჩეველისა. ბატონო ნიკა, ის დაღობი, რომლებიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, ბოდიში CESCOM გააკეთა ძალიან სამარცხვინო განცხადება, რომელიც მე ცოტა ხანში თვითონვე უარყო, რომ ეს ხალხი მარკირებიანი თითებით თურმე ყოფილა წინა არჩევნებიდან 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებიდან. გამოდის, რომ ხალხმა სამი კვირა ხელი არ დაიბანა, რაც სრული სისულელია და თვითონ CESCOM-ეთ საკუთარი განცხადება ცოტა ხანში უარყო. არჩევნების საბოლოო შედეგზე, რასაც ჯერ კიდევ ველოდებით, დასკვნების გაკეთება ადრეა, მაგრამ უკვე შემიძლია განვაცხადო ყველა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა, რომ ეს არ იყო თავისუფალი არჩევნები. ბატონო ნიკა, ის დარღვევები, რომლებიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, თქვენი აზრით მოახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებსა და ლეგიტიმაციაზე, ანუ თქვენ აღიარებთ მის შედეგებს, მიუხედავად იმ დარღვევებისა, რომლებიც მე რაც გითხარით, ნამდვილად ამ წუთას ამაზე მეც ვერ გეტყვით, ეს ნამდვილად არ იყო გარემო, სადაც იყო თავისუფალი, ვიმეორებ, აქ უბნებთან იყო მობილიზებული გაურკვეველი აბსოლუტურად არა ლეგიტიმური ინტერესებით შეკრებილი ხალხი, იმიტომ რომ ისინი აშინებდნენ მოსახლეობას, იყო ადმინისტრაციული რესურსი ძალიან მძიმედ გამოყენებული სახელმწიფო სექტორში და დაკავებული ხალხისთვის და ასევე იყო მასობრივი კარუსელის ყველა ნიშანი. ასე რომ ეს თავისუფალი არჩევნები აი ამ წუთას ეს შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არ იყო. ეხლა ველოდებით ფაქტებს, რომლებიც მოდიან, ეს მე ვლაპარაკობ მთაწმინდაზე მხოლოდ. ფაქტებს, რომელიც მოდიან დანარჩენი საქართველოსდან, ახლა ვიღებთ, ამის ანალიზი მიდის და ცხადია ყველაფერი ერთად უკვე დახატავს ძალიან მკაფიო სურათს, რომლის შესახებაც მოგვიანებით მოგახსენებთ. გასაგებია, ბატონო ნიკა, თქვენი მისამართითაც ჰქონდათ ოპონენტებს პრეტენზიები, დღეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სწორედ მთაწმინდის ოლქში, მიმდინარე კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით და მან თქვა, რომ პირადად თქვენ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გეგმავდით არეულობის მოწყობას, მან ასევე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციაზე, ოლ მედიაზე, რომელსაც ძალიან ბევრი დამკვირვებელი ჰყავდა დარეგისტრირებული, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურზე. ხო ხვდებით, რომ სრული სისულელია. როგორ შეეძლო ირაკლი კობახიძეც საუბრობდა, რომ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები, თქვენთან კავშირში მყოფი ადამიანები იყვნენ საარჩევნო უბნებზე მობილიზებულები. პირიქით, ეს სწორედ რომ ასეთი ტიპის ადამიანები, მოხულიგნო ტიპაჟები, სწორედ რომ ოცნებას ყავდა მობილიზებული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად და სწორედ ისინი ეწეოდნენ ხალხის დაშინებას და ტერორიზებას, რაც შეეხება თვითონ ამ განცხადებას, როგორ შეიძლება ოპოზიცია შეძლოს და გაუყალბოს ხელისუფლებას არჩევნები. მათ ხელთ არის მთელი ინსტრუმენტები, ადმინისტრაციული რესურსი, ფული, პოლიცია, სუსი და ასე შემდეგ. ასე რომ ეს არის სრული უკიფარი განცხადება, სრული ტყუილი
ოლმედიაზე მინდა ამაზე გკითხოთ. სერიოზული პასუხის გაცემა უბრალოდ გასაგებია. შეუძლებელია. ბატონო ნიკა, სალომე ზურაბიშვილსაც ჰქონდა პრეტენზია იგივე არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, გულისხმობ ოლმედიას და თქვა, რომ თითქოს ეს ორგანიზაცია თქვენს ძმას ეკუთვნის და მის მიერ არის შექმნილი. რა კავშირი გაქვთ ამ ესეც ორგანიზაციასთან? აბსურდი არის, ქალბატონი ყველანაირ წყვილს კადრულობს იმისთვის, რომ რამენაირად მოხდეს პარლამენტში და თავისი კარიერული ოცნება, რომელიც უარ გახლავთ მაინდა-მაინც თანხმედრაში ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან აისრულოს, როგორც ვიცით, ეს ქალბატონი ითხოვს რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის გაუქმებას, რაც არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეგნებულად გადადგმული, მავნებელი, უკიდურესად საზიანო მოთხოვნა. და აუცილებლად უნდა გკითხოთ სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზეც, იმიტომ რომ არის ბუნებრივია მისი გადაწყვეტილების შემდეგ კითხვა, საერთოდ შევა თუ არა ყოფილი პირველი ლედი საკანონმდებლო ორგანოში. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ის არის პარტიული სიის მეორე ნომერი. ეს ჯობია მას კითხოთ, მე მოგახსენებთ ის, რაც დღის განმავლობაში ჩემი თვალით ვიხილე და ის ფაქტები, რომლის შესახებაც მე მაქვს მონაცემები. ამიტომ მოგახსენებთ, რომ არსებული ფაქტებიდან გამომდინარე, გარემოს, რომელიც იქნა შექმნილი მთაწმინდის ყველა საარჩევნო უბანზე არ შეიძლება ეწოდეს თავისუფალი. ბატონო ნიკა, თუ გაქვთ დაახლოებითი წინასწარი მონაცემები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით? ახლა მიმდინარეობს ხმის გადათვლა და წინასწარი მონაცემები ცხადია ვერ მექნება. და აუცილებლად ასევე უნდა გკითხოთ იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, თქვენი გუნდი, რომელიც ასევე საკანონმდებლო ორგანოში იქნება წარმოდგენილი, რა საფრთხეებს ხედავს ამ შემთხვევაში? საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ქართული ოცნების მიერ არაფერს კარგს არ უნდა ელოდეს არც ერთი საქართველოს მოქალაქე, ვინაიდან ეს იქნება ძალიან მავნე ინსტრუმენტი მმართველი ძალის ხელში, შეუზღუდავი ძალაუფლება არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ის ყოველთვის იწვევს უმძიმეს შეცდომებს, რომელიც აბსოლუტურად ყველას შეეხება. ეს არის ძალიან სახიფათო ინსტრუმენტი. დიდი მადლობა. ძალიან არასასურველი რაღაცა. იმედია ეს არ მოხდება. გმადლობთ ნიკა რურუა, მთაწმინდის ოლქში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.